დასაქმება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, უსინათლოთა საზოგადოება პრობლემებზე მერობის კანდიდატებთან საუბრობს. სიტუაციის გასაცნობად მათთან ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მივიდა. გია დიასამიძის განცხადებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის გაუმჯობესება და აუცილებელი კომფორტის შექმნა შესაძლებელია. მისი მერად არჩევის შემთხვევაში ამ ადამიანების კეთილდღეობისთვის იმუშავებს. სანაგვე ურნებს ვათრევთ მე თვითონ ტოტალური უსინათლო ვარ ხელით სატარებელი და ხან იმას ვათრევი ხან იმას და მე რაო თვითონ ჩემმა თავმჯდომარე სხვაც გაათრევს მაგას რა მოხდა მე რაო დასაქმების პრობლემაზე და მუშაობთ და დაგვიშვეს და უსინათლო ვინმე არ დარჩენილა რომ გამოდიან და ტელევიზორებში ლაპარაკობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებების წელი არის და უნდა დავასაქმოთო ჩვენ ქონება გაგვაჩინია და აქედან გაგვყარეს იმ ხელისუფლების დროს ასე აბუჩად ვერ გვიგდებდნენ ახლა სრულიად აბუჩად აგვიგდეს სრულიად არ არსებობს უკვე ეს საზოგადოება არა უსინათლოების აქ არის უკვე კონკრეტულ თემებზე ლაპარაკი რა რომ მოუგვაროთ რაღაც გარემოც ხო აი დაწყებული მხმოვანი შუქნიშნებიდან და რაღაც დამთავრებული საჯარო სამსახურების შენობებში სივრცის მოწყობით ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები ჭირდებათ სპეციალური კლავიატურის მქონე კომპიუტერები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის სავსებით რეალური რასაკვირველია თუ ჩვენ ამას ვაქცევთ რაღაც მივცემ პროგრამის სახით